მოლოდინია ქვეყანაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთი ნაწილი მშვიდობიანი რევოლუციისთვის ემზადება, მეორე ნაწილი კი არჩევნების გზით ქართული ოცნების დამარცხებას გეგმავს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია ქართული ხალხის გამარჯვების და ქართული ოცნების დამთავრების დღე იქნება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციაზე გასვლას არ გამორიცხავს ლელო ძლიერი საქართველო. გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის ყოველგვარი რადიკალური პროცესები მიუღებელია. 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შესახებ მოლოდინები გადაჭარბებულია გირჩისთვის. არანაირ დაძაბულობას, არანაირ უკანონობას არავინ არ აპირებს. იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, ადამიანიც ძალიან ბევრი გულანთებული პატრიოტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს სწორედ იმ მოლოდინებს, რომელ მოლოდინებზეც ჩვენ საუბრობთ. გადაწყვეტილების მიმღები არის ქართველი ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკოსი. ასევე გეგმებზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, რომელიც არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ნაციონალური მოძრაობა, საკმაოდ მრავლად იქნება წარმოდგენილი კონკრეტულ უმნიშვნელოვანეს აქციაზე, რომელიც გაიმართება 4 ოქტომბერს. აქაა საუბარი ათობით ათასი საქართველოს მოქალაქის გამოსვლაზე, სადაც ადამიანები იტყვიან, რომ რეჟიმი, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმაცია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს და გადაადგილდებიან კონკრეტული მიმართულებით. 4 ოქტომბერი უნდა იყოს ერთ-ერთი დამოგვირგვინებელი ფაზა ამ ყველაფრის, როცა საქართველოს მოქალაქეები და არ არის ლაპარაკი 10,000-ზე ან 20,000-ზე, ათობით ათასი, შეიძლება 100-ით 100,000-ით იტყვის, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება. რეჟიმმა დაგეგმა ფარსი პროცესი არჩევნების სახით, ხალხმა დაგეგმა ეროვნული ყრილობა რეალური ხალხის ძალის ჩვენების სახით. ნებისმიერი ანონსი რადიკალური ქმედებების, ნებისმიერი რევოლუციური სცენარის გააქტიურება და ამაზე საუბარი ეს არის უდიდესი მავნებლობა და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ქმნიან მოსახლეობაში მოლოდინს, რომ ამ დღეს რაიმე შეიცვლება რევოლუციური ან რაიმე რადიკალური სცენარი. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნების პოზიციების გაძლიერება, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ რუსეთის ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ ყველაფერზე. წავლენ სისხლზე, წავლენ ძალადობაზე, წავლენ გრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ 4 ოქტომბერს დაანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. გუშინ იყო თუ არ ვცდები ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რაც იყო აბსოლუტური კატასტროფა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. რომ ის სოლიდარობას, ეს პრეს-სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. 4 ოქტომბერს თუ კი იქნება რაიმე ძალადობა, ერთი ქვაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით. აღარ ვსაუბრობ მოლოტოვის კოქტეილებზე და რაღაცებზე. ერთი ფაქტის თუ იქნება ძალადობის, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით ევროკომისიას მისი პრეს-სპიკერის სახით.